ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივის ქალების მენტორობა ტექნოლოგიურ პროგრამებში მეორე ფაზას უპრეცედენტო ჩართულობით ასრულებს. 5-თვიანი პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით 100 მენტორი და 350 ბენეფიციარი ჩაერთო მენტორულ სესიებში 5 მიმართულებაში: კიბერუსაფრთხოება, front-end development, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და UX, UI დიზაინი. ღონისძიება დაეთმო პროგრამის მნიშვნელოვანი მიღწევების აღნიშვნას, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, ქალების ჩართულობის ზრდას ტექნოლოგიურ სექტორში ქვეყნის მასშტაბით. ეს პროგრამა მხოლოდ ციფრული კომპეტენციების განვითარებაზე არ იყო ორიენტირებული, ის აძლიერებს თავდაჯერებულობას, ხსნის ახალ კარიერულ გზებს და აძლევს ქალებს შესაძლებლობას დაიკავონ საკუთარი ღირსეული ადგილი ქვეყნის სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სექტორში. ევროკავშირის მხარდაჭერა ამ საკითხში გადამწყვეტია, ბითი მომავალშიც აპირებს გააგრძელოს ამ პროგრამების მხარდაჭერა, რომლებიც გარდაქმნას უწყობს ხელს და ქმნის უფრო ფართო შესაძლებლობებს თითოეული ქალის წარმატებისთვის. ევროკავშირის მხარდაჭერით ბითი ახორციელებს ყველაზე მასშტაბურ პროექტს საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს ქალების მომზადება, გადამზადებას ტექნოლოგიების 5 სხვადასხვა მოდულში. აღსანიშნავი არის, რომ 3 ნაკადის ფარგლებში მიმდინარეობს გადამზადება და დღეს დასრულდა მეორე ნაკადის თვის გადამზადება და მათი სერტიფიცირების პროცესი. ჩართული იყო 350 მონაწილე, მაგრამ აუცილებლად უნდა აღნიშნო, რომ 2026 წლის გაზაფხულზე გვექნება ყველაზე მსხვილი ნაკადი. 650 ქალი შეძლებს, რომ ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში და მინდა ყველას მოუწოდო, რომ ყურადღებით იყოს, როდესაც დაიწყება რეგისტრაცია. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობს 100-ზე მეტი კომპანია, რომლებიც როგორც პოტენციური დამსაქმებლები არიან ჩართული. ყოველთვის მოგეხსენებათ, რომ ეს პრობლემატურია და გამოწვევა არის საქართველოში. თვითონ შრომითი ბაზარი და თქვა ახალი გამოშვებული ტალანტი, რომელიც არის უნივერსიტეტიდან ახალი დამთავრებული ადამიანები და ის მოთხოვნები, რაც კერძო სექტორს გააჩნია ხოლმე, არ შეესაბამება ერთმანეთს. სწორედ ამიტომ ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან, იმიტომ რომ ორივე ემსახურებით ერთ მიზანს და საბოლოო მიზანი არის, რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ და მსგავსი სახის პროექტები მნიშვნელოვანი არის ამ მიზნის მისაღწევად. ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში პროექტის მეორე ფაზის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ძალიან მიხარია, რომ ევროპის ბიზნეს ასოციაცია ამ ყველაფრის ნაწილია უკვე მეორედ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს საზოგადოება მხარი დაუჭიროს ასეთ პროგრამებს, რასაც ახლა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახორციელებს. ევროპული ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება სწორედ დიჯიტალიზაცია, უნარების განვითარებაზე ორიენტირება, რაც ასევე თანხვედრაში ამ პროგრამის მიზნებთან. ჩვენს ასოციაციაში შემავალი ბიზნესებიც აქტიურად უჭერენ მხარს ამ პროექტს. უწიფელად რომ თქვა, მეც დიდი გულშემატკივარი ვარ და მიხარია, რომ ტექ პროგრამებით დაინტერესება მუდმივად მზარდია.